ეთერშია გადაცემა რეზიუმე. სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, დღეს ევროკავშირის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ყველა კანდიდატ ქვეყნის მიმართ არის პოზიტიური შეფასებები გარდა საქართველოს. საქართველო არის მკაცრად გაკრიტიკებული. რამდენიმე ციტატას დაგიკითხავთ, გაფართოების ანგარიში ამბობს. საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს გაფართოების პროცესს დააშორა. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია, წერია ამ განცხადებაში. ამ ანგარიში საქართველოს უნდა გააუქმოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები და მიიღოს კანონმდებლობა, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსო, წერია ამ ანგარიში. ასევე წერია საქართველოს უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, უსამართლო დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ყველა შემთხვევა ეფექტურად და იქნას გამოძიებულიო, ნათქვამი ამ ანგარიში. მარტა კოსი ამბობს, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩაო. აი ასეთია შეფასებები. სულ რამდენიმე წამის წინ თქვენ უსმენდით ევროკავშირის ელჩის შეფასებებს, ევროკავშირის ელჩის განცხადებებს საქართველოში. პაველ ჰერჩინსკის განცხადებები, რომელსაც მე მოგვიანებით კიდევ დაუბრუნდები, მანამდე მარტა კოსის კიდევ ერთი განცხადება. საქართველოს ხელისუფლებამ თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ. მოусმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების ციხეში ჩასვლა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. კაია კალასი ამბობს, ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სიცოცხლის უნარიანი გზა არ აქვს. ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ. ჩვენ გითხარით, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება იყო რამდენიმე წამის წინ და იქ ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ ჩვენ არ ხურავთ კარებს, ეს ანგარიში არ ნიშნავს, რომ კარები დახურულია. მთავარია საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს ვალდებულებების შესრულება. იცით, რომ 9 პუნქტიანი გეგმა არის შესასრულებელი და საუბარი აგერ პატიმრების გამოშვებაზე. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პასუხი იცით აქამდე როგორიც იყო, შალვა პაპუაშვილის პირით ისინი ამბობენ, რომ ბრიუსელი დაშორდა ევროპულ ღირებულებებსო, ასე რომ არაფრის შესრულებას ჯერჯერობით არ აპირებენ. ჩვენი სტუმარი არის პაატა დავითაია, ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე. მივესალმებით მას, გამარჯობა ბატონო პაატა. მოგესალმებით და დიდი მადლობა ბატონო მერაბ მოწვევისათვის. ეს ევროპელი კი ქვია თქვენ, მაგრამ ეს დარჩა მარტო. ხო. მაგრამ საქართველოს რამდენად არის ვიდის ევროპისკენ თქვენი აზრით? ნუ საქართველოს ევროპისკენ არ მედის, რადგანაც ხუმრობის ლაპარაკობთ სახელზე. საარჩევნო ბიულეტენი როდესაც იყო, ერთადერთი პარტია ვიყავით, სადაც ბიულეტენში ეწერა ევროპელი დემოკრატია, ევროპული სიტყვა. ასახა ჩანს, რომ უკვე საზოგადოებაშიც თქვათ ეს იდეა არის, მოდი ასე ვთქვათ, პოპულარული, მაგრამ ხელისუფლებო წყაროებში და მექანიკურად თქვათ იგივე საარჩევნო სისტემებში და ყველანაირად შორდება ევროპულ გზას და არა ისეთ პოპულარული ხო ეგრეთ გავდა. უმრობით, მაგრამ სერიოზულად კატასტროფული ანგარიში არის, რაც ჩვენ ვნახეთ და ეს ანგარიში მოდი ასე ვთქვათ, ამ ანგარიშის განხილვასაც კი არა აქვს აზრი. რატო იცით? იმიტომ რასაც ხალხი ქუჩაში ლაპარაკობს, რასაც საზოგადოება თხოვს ხელისუფლებას, რაც საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, ამაზეა ლაპარაკი. რა არის მიუღებელი? მიუღებელია სასამართლო სისტემა, რომელიც არსებობს. მიუღებელია საარჩევნო სისტემა, რომელიც არსებობს. მიუღებელია რეპრესიული კანონები, რომელსაც ღებულობენ, ხო? აი ელემენტარულად ადმინისტრაციულ დარღვევას ერთს მოყვება სისხლისამართლებრივი დარღვევა, ხო? მიუღებელი არის ის მედიის დევნა, რომელიც არის და ჟურნალისტების წინააღმდეგ დევნა, რომელიც ხორციელდება ხელისუფლების მიერ. როგორც საზოგადოებისთვის, აი ეს რადგან აი ესეა მიუღებელი ევროკავშირისგან. ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? ჩვენ ხომ ამ ევროკავშირში ჩვენ მოვითხოვეთ გაწევრიანება. არავის სხვა არ უთქვია, რომ გინდა თუ არა მოდით, ხო? ქართულმა ოცნება, მე ჩვენ როდესაც ლაპარაკობ, გაყოფილია, ხო? ჩვენ ეს არის საზოგადოება, ეს ხელისუფლებამ გაყო. ხელისუფლებამ თქვა, ვინ ჩემთან არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, ხო? ის არის მარტო თავისი ამომრჩევლის ხელისუფალი და არა, რა ქვია, მთელი საქართველოს ხელისუფალი, ხო? და თვითონ ამ თავისი ამომრჩევლის ხელისუფალმა მიმართა ევროკავშირს და წერილი გააგზავნა, უთხრა რომ მინდა ამ ოჯახში გაწევრიანებას. აი ძალიან საინტერესოა, რაც ხარჩისკი თქვა, რომ 23 წელს უფრო ახლოს იყო ვიდრე ეხლა. 23 წლის შემდეგ დაიწყო ეს რეპრესიული კანონების მიღება. მე ხა მიჩნდება ესეთი ეჭვი, რომ ხო, ამაზეა საუბარი. მე რა ეჭვი მიჩნდება, იცით? როცა პირველი მერცხალი იყო ეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონია. მე რა ეჭვი მიჩნდება, იცით, რომ
ხელისუფლება ნუ ყიდიდა ამას, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი და ეხლა ზოგი ხო უკრაინის თემებს აბრალებს ამას, რომ გამოჩნდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე არ უყურებ, რომ ეს უკრაინის თქვა ომის გამო მოხდა, თქვა გამოვლინება ზრახვების ხელისუფლების, არა. მე მათ ეთყობა ეგონათ, რომ ჩვენ არ მიგვიღებდნენ. დებით ეს გრძელვადიანი პროცესი იყო და რაღაცა სადღაც, მაგრამ ამ ომმა დააჩქარა თემა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი სამეული, რომელიც იყო დავაგვიანეთ ერთი წელი, მაგრამ კანდიდატი გავხდით და მე ძალიან ღიად დადგა გაწევრიანების საკითხი. და გაწევრიანების საკითხი რას ნიშნავს ხელისუფლებისათვის? ნიშნავს იმას, რომ იყოს დემოკრატიული. რო იყოს დემოკრატიული, ესე იგი ძალაუფლება უნდა დაკარგოს, ხო სწორია? ამიტომ არ უნდა ძალაუფლების დაკარგვა. ძალიან მარტივია. ჩვენ ვართულებთ სიტუაციას. ყოველთვის რაღაცა ვიღაცებს არაფერი გასართულებელი არ არის. ხელისუფალს არ უნდა დაკარგოს ძალაუფლება. წერტილი და აქედან გამომდინარე აკეთებს ყველაფერს. ეხლა უყურეთ, ვინმეს რო ეთქვა, რომ ჩვენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი ნებით დავტოვებთ, ან ევრონესტ ჩვენი ნებით დავტოვებთ, ხო? ესე იგი, რა არის არგუმენტი? არგუმენტი ის არის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევრონესტის და ევროკავშირიც უნდა აზროვნოდეს როგორც ქართული ოცნება. ეს არის არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან. თუ ჩემსავით არ აზროვნებ, მე შენთან არ მინდა. ხო, ანუ წარმოიდგინე ხა ევროკავშირთან ის ჩვენ თვითონ ამიტომ თქვესო შარშან, ხო, რამაც მე რეაქციები გამოიწვია ყობახიძიდან ცხადება, რომ ჩვენ ვაჩერებთო თავათო, იმიტომ იცოდნენ რომ არაფრის შესრულებას არ აპირებდნენ და მე ესეთი ანგარიში იქნებოდა და სამი ის ანგარიში იქნებოდა, მოდი ჩვენ დავასწროთო. ვითომ ეს მაგარიციან დასწრებაზე ჩვენ იმათ კი არ მასკეს გაგვიჩერეს, ჩვენ გავაჩერეთ აქედან. ხო, იგივე ხა ევროსაბჭოს ასამბლეაზე სანამ ის რა ქვია შეუჩერებდნენ, ჩვენ დავტოვებთ უარი. დელეგაციას არსებობდა. გავიგე, ანუ ევროკავშირთან თანამშრომლობა შეაჩერე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ფაქტობრივად აღარ მონაწილეობ. ევრონესტში აღარ მონაწილეობ. ანუ რა სტრატეგიული პარტნიორობა. ანუ ყველა აი ხა უყურეთ. ანუ ყველა დიპსტეიტის მიერ არის დაპყრობილი. აი ხა მთავარი მომენტი რა არის? თუ ყველა დიპსტეიტის მიერ არის დაპყრობილი, რა გინდა ამ ევროკავშირს? გამოდი მაშინ ოფიციალურად გითხარ, რომ აღარ გინდა რა. დიპსტეიტის არის ეს ევროკავშირი. ხო, ეხლა მეორე საკითხი ავიღოთ, უყურეთ. ხო არის საერთაშორისო მოედანი, ხო? ეს არის ევროპის საბჭო, ეს არის ევროკავშირი, ეს არის ჩვენი სტრატეგიული ყოფილი პარტნიორი, შეერთებული შტატების, ეს ხო გაწყდა ხო სტრატეგიული პარტნიორობა, ხო? წარმოგიდგენთ, ამაზე ყველაფერზე ვთქვით ვარი. აქეთ ამ მხარეს არის მოწინააღმდეგე ოკუპანტი, ხო? ოკუპანტი რაც ფორმაცია, რაც არის საერთაშორისო მოედნებზე, ეს არის DST, ეს არის თქვათ ის ეგრეთ წოდებული ექსეულის კავშირი, თქვათ ბევრი რაღაცეები, ხო? იქაც არა ვარ, წყალებში ვიძახი რა. იქ ვერ ბედავს ხელისუფლება, ძალიანაც რომ უნდოდეს მისვლა, ესე იგი არც ერთ საერთაშორისო მოედანზე არა ვარ. ეხლა იქ არ მინდა ყოფნა DST-ში და იმაში. სწორად გამიგეთ, მიდგომაზე. ჩინეთში არის დღეს პრემიერ-მინისტრი. არ არის, ჩინეთშიც არა. ამჯერად მიიწვიეს. მე ვერ ვიტყვი. წინაჯერზე არ მიიწვიეს, ეხლა მიიწვიეს. ჩინეთში არის გამოფენაზე. რეალობა რა, გამოფენაზეა. ხო, მაგრამ შეხვდა ხო, მაგრამ ის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ის ვიზიტი დაუშვათ რაც ჰქონდა ღარიბაშვილს, მაგდონალდს ვიზიტი არ არის. მოდი თქვა პირდაპირ. ხო? როდესაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები, როდესაც იყო სომხეთი და აზერბაიჯანი, იქ საქართველოს აღარ იყო. აი, მაგრამ ეხლა იყო იმისი დიდი სამხედრო ფორუმი, სადაც მთელი სოფლიოდან იყო მოწვეული ექსპერტები, პოლიტიკოსები, პრემიერები, მინისტრები და საქართველოს მთავრობა მოწვეული არ იყო, საქართველოსთან იყო ბატონ ნოდარ ხარშილაძე, მაგრამ ეს ვიზიტი უფრო მაღალი დონის იყო, ვიდრე პრემიერის ვიზიტი დღეს იქ არის. ეხლა დიპლომატური როგორც პრემიერს ხდებიან ერთია, მაგრამ პროტოკოლური შეხვედრები აბსოლუტურად სხვა არის, ხო? ის რომ დღეს გვეუბნები რომ ანაკლიაში ჩინეთი დაინტერესებული $1 არა ჩადებული ანაკლიაში. ვერც ჩადებ, იმიტომ რომ ოკუპანტი ქვეყანა. ნავთობსაც არ ყიდულო ოკუპანტი რუსები 40 კილომეტრში დგანან, ხო? ეს ხო რეალობაა ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ. ამიტომ ჩინეთთანაც რო ვიყოთ, იქაც არა ვართ ბოლომდე. აი ეს ხო იცით იმაში რო არის, აქაც არ ვიყო, იქაც არ ვიყო, აქადან არ მიმიღონო და აბაზე თავი მოვიქნა და აი ესე დღეში ვართ რა. ეს არის ეს აი ამ ხელისუფლების ამ პოლიტიკამ აბსოლუტური იზოლაცია მოიწვია და ისეთი სიტუაცია სირაქლემასავით რომ თავი ქვიშაში და არ გვაინტერესებს რა ხდება. ნახეთ სამეზობლოში რა ხდება. იგივე აზერბაიჯანი, რომელიც ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიდიცის როგორ ლიდერი, ხო? მაგრამ არის ყველა ფორმატში. დაწყებული რუსეთის არსებულ მოედანზე და დამთავრებული ფათაშორის სამთავრობო მედიებს უსვინე პროპაგანდისტულ მედიებს, რომლებიც
ევრონესტზე ვარის თქმას მაგალითად ამართლებდნენ აი აზერბაიჯანმაც ასევე გაუბრაზდაო ევრონესტს. ანუ სადაც დემოკრატიის პრობლემებია და ავტორიტარიზმია, იმას ეძრებიან, გაიგე? გაბრაზდება და დატოვება არის სხვადასხვა რაღაცა. აზერბაიჯანზე ძალიან გაბრაზებული იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მაგრამ ეხლა ლიდერის პოზიციებშია. ეგ ჩვეულებრივ არ დაუტოვებია. მეორე მომენტი არის სომხეთი, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიდის ევროკავშირისთან. თავი დავონებოთ ამას, ეკონომიკას და პოლიტიკას. ავიღოთ სამხედრო ჭრილი. ჩვენ ახლა მე ავიღე სპეციალურად ჯარების ნუსხა, თუ რა ვითარებაშია ჩვენ რეგიონში საქართველოს ჯარი, ხო? აზერბაიჯანს ვერც შევედრებით, გასაგებია, ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ სომხეთიც გვისწრებს შეერაღებაში. სომხეთი. და რა მომენტია, იცით? ჩვენი ხო სტრატეგიული პარტნიორი იყო ხო ამერიკა და გვეხმარებოდა შეერაღებით. ჩვენ ხო გადავწყვიტეთ განაიარაღებით, თქვა შეერაღების შეცვლა დასავლურ იარაღზე, ხო? აქ ეს მივატოვეთ შუაგზაზე, იმიტომ რომ გავწყვეტეთ ყველაფერი. რუსეთებიც მტერია და ურთიერთობა არ აგვაქვს და შეერაღება იქიდან არ მოდის, ხო? და სომხეთმა განაცხადება მიიღო, რომ უახლოესი ტექნიკა იყიდოს. ჩვენ აქაც არა ვართ, ხვდებით? რაღაცა დაიძაბოს. კვირას პოლიტქალაქში სტუმრად ყავდა გია ჯაფარიძე და მას ერთად საუბრობდით ამ თემაზე. სწორედ რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა ისე დასუსტდა და აქ იმ ეგიდით რომ აი რუსეთთან რა აზრი აქვს რუსეთს ომს მაინც ვერ მოუგეთ, მაგრამ მარტო რუსეთი ხო არ არის ჩვენი მეზობელი. ხვალა ღმერთთან უკრას და რაღაც რომ მოხდეს და ან აზერბაიჯანი ან სომხეთი რომ დაგვესხას თავს იმათაც ვერ გაუწევს წინააღმდეგ. ამიტომ გითხრა ვერც და ვერც მეორე. აზერბაიჯანის მოგვიგებს და აზერბაიჯანის ლაპარაკი არ არის. სომხეთიც მოგვიგებს. გეთახმე, ბატონო, იმიტომ ვთქვი რომ საერთოდ ის არის რა ქვია, მიტოვებული ქართული თავდაცვა. ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ სომხეთთან გვინდა ომი ან აზერბაიჯანთან. არა რა თქმა უნდა. არა, თეორიულად რომ მოხდეს რომ პოლიტიკა ხო რა ხდება მინიც. ხო? ქვეყნის დასაცავად უნდა არეულია მსოფლიო, არეულია რეგიონი, ხო? კაციშვილმა არის როგორ განვითარდება მოვლენები. ამიტომ ამისთვის უნდა იყო მზად. და ესეც კი არ არის პარტნიორები არ აქვს. ვინ გამოვა, ეხლა და იტყვის. ეხლა თუ ვინმეს გონია ჩინეთი ჩვენზე რამეს იტყვის, არაფერს არ იტყვის ჩინეთი. იმიტომ რომ ჩინეთის გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ ინტერესებში ჩვენ არ ვზივართ. არ ვზივართ ჩვენ ამაში. იმიტომ რომ არავის არ გადაინტერესებს ჩვენს გამო, ხო? თურქეთიც ეს არ არის ასე. შენ უნდა ანახო შენი ძალა. შენ უნდა ანახო შენი სწრაფვარ, რა არის სწრაფვარი საითკენ, დემოკრატიისკენ. მეტი ჩვენ ამოცანა არ აგვაქვს. სხვანაირად ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ქართველები რა პრობლემაა, იცით? ჩვენ ყოველთვის ქონდა სახელმწიფოებრიობა, ყოველთვის. აი ისტორიულად რო გადახედო, სულ ბრძოლა მიდიოდა სახელმწიფოებრიობასთან. დღეს ეს მოიშალა. აი ხა მე მომიწია ურთიერთობა თქვა შევანაძის ხელისუფლებიდან დაწყებული ყველა ხელისუფლებასთან. მოვესწარი კომუნისტურ პარტიასაც, ხო? იქაც კი და ყველგან ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. ყველა სახელმწიფოებრიობად უდგიობოდა. აი ხა ავიღოთ რუსეთის მიერ დასმული ministrები, რომელიც ყავდა საქართველოს მთავრობას. თქვა ვარდიკო ნადიბაიძე და იგორ გიორგაძე. იგორ გიორგაძეც კი სახელმწიფო აზროვნება ჰქონდა აფხაზეთთან დაკავშირებით. პირდაპირ მაგ პერიოდში, ხო? კი არ ვაქებ გიორგაძეს. რეალურად ის ოკუპანტის იმაზე პოზიციაზე იყო, მაგრამ ამას განიხილავდა ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნების წილში. ჩვენი ხელისუფლება საერთოდ არ განიხილავს. ოღონდ არ ახსენო. ოღონდ არაფერი არ თქვა, ხვდები? ოღონდ არ არსებობს აფხაზეთთან დაკავშირებით არაფერი. აი ეს არის პრობლემა, აი ძალიან კიმნეული თემა არის ეს. სახელმწიფო აზროვნების არ ქონდა. ყოველთვის შეიძლება ახლა ჩვენ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ხო? მოვისმინეთ ეს ხო სახელმწიფო მიდგომაა, ხო? აი გამოვიდა შალვა პაპუაშვილი, უკვე და შალვა პაპუაშვილს ვარ დავალებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით ეს არის მოპასუხი, ასე თქვა. თუ კი ვინმეს აქვს უკუსვა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუტებია. ამიტომ არ არის გასაკვირი რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს. კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. არა და პირიქით თქვენს რომ დიალოგს დავიწყებთ, ოღონდ ელემენტარ რაღაცებს შეასრულებთ, დაჭერილი ხალხი გამოვუშვით. როგორა, იცი, აი რას მაგონებს ეს სიტუაცია, იცი რომ პირველ კლასელებს ფიზიკას რო უხსნიან. ხო ახლა ხო ვერ აუხსნი პირველ კლასელს ფიზიკას. მე-10 კლასის, მე-11 კლასის მასალას ხო ვერ აუხსნი. აი ისია ვერ უხსნის ქართული ოცნება ევროკავშირს. თავის თემას რა ვერ უხსნის. რო თითქოს და ამას აკეთებს ევროკავშირისკენ ყველა გეუბნება რომ არ ახარ მართალი. როგორც ისინი ვერ გებულობენ მათ ენას, ხო? აი ეს დონეზე დავიდა ყველაფერი. რატო ვერ გებულობენ? იმიტომ არ უნდათ. ძალიან მარტივია, ძალაუფლება. აი, ბევრ ხო იძახე პრორუსული, არა მე პრორუსულობაზე არა ლაპარაკი. აქ აი, იმიტომ არ მინდა ძალაუფლება დავთმო. აი, მარტივია ძალიან მარტივია, მაგრამ როდემდე, ხვდებით? როდემდე იქნება, როდემდე მოხდება ჩაკეტვა ასე სიტუაციის, ხო?
ეხლა თანხები, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფდა საქართველოსთვის, წავიდა სომხეთის მიმართულებით. ხო, მთელი ეს მილიონები, რომელიც ჩვენ უნდა მივიღო, ეს იქნებოდა სფეროების მიმართულებით, სასამართლოდან დაწყებული, რა ვიცი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, კონფლიქტის შესწავლის და რა ვიცი, ხო, დევნილების, ყველაფერი წავიდა სომხეთის მიმართულებით რა. ეს არის ფაქტი. ჩვენი გაგონება არ უნდა გაჩნდა ტერმინი, ეხლა რო ვიყავი, ხო, უცხოეთში რო ევროკავშირის სტრუქტურათან წარსულში შეხვედრების მომენტ დროს რომ სწორი საქართველოს წარმომადგენელი და არასწორი საქართველოს. ეს ხო კატასტროფა არის. ასეთი მიდგომა, ასეთი დაყოფა, ხო სწორია? და აქვე ისინი ვერ გებულობენ. თქვენ მოხვედით, თქვენ გააღეთ კარი, ამ კარის გავაკეთ, შევდივარ და უცებ მოვტრიალდ და გავიქეცა საგნირი ხარო. უკან გონებენ, შემოდი, აქ იყავი ჩვენთან. არა, რატო გარბი ვარ? ამასაც ვერ გებულობენ. მართლა ვერ გებულობენ. Deep State. ახლა Deep State-ის ვერ კონტროლს. მოისმინა, აი, გულზე მოხდა, როდესაც გამოაქვეყნა რეპორტერებმა საზღვარგარეთში არის ესეთი ორგანიზაცია, სოფლიოში ავტორიტეტული ჟურნალისტები უფლებების დამცველი, რეპორტერების საზღვარგარეთში და გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც ივანიშვილი სხვა რაღაც ავტორიტეტებთან ერთად შეყვანილი არის მედის მიმტაცებელთა რიგში. ეს ეტყობა ივანიშვილს ისე მოხვდა გულზე, რომ დილიდან რომ დაიწყო გუშინ ზაზა შათერიშვილმა რაღაცა რამდენიმე გვერდიანი წერილი ხო გააშაშალა, ანუ ზაზა შათერიშვილი არის ივანიშვილის ასე ვთქვათ სამეტყველო აპარატი, არ ვიცი რა დავარქვათ. ანუ ივანიშვილის შათერიშვილის პირით მეტყველებს ივანიშვილი. და რაღაცა ის ძველი, ისევე იგივე თემა, რომ ახლა ყველა ხო Deep State, ანუ ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს, რა ვინმე თუ გააკრიტიკებს, რამე სულაც სიტყვის, აი ესენი არიან Deep State-ის მონები. ეხლა ეს რეპორტერების საზღვარგარეთში გამოაცხადა Deep State-ის მონებად. შათერიშვილმა მე ხო ერთხმაში მიდის მე სასულიერო პაპუაშვილი გამოვიდა და გუშინ მთელი დღე სახელმწიფო მედია ამას ატრიალებდა რომ რეპორტერების საზღვარგარეთში არის Deep State-ის მონები. ანუ ყველაფერზე ეს პასუხი აქვს რა ევროკავშირი გაქრიტიკებს, მათი ბიუროკრატია არის Deep State-ის მონა თუ რაღაცა. აი ძალიან მკვნეული მოსასმენია, როდესაც დიპლომატები და განცხადებებში არის შეთქმულების თეორია ასახული წერია, ხო? თქვენ წარმოგიდგენთ როგორ რას ფიქრობენ ჩვენზე ახლა, რომ ვიღაც ქართველები რაღაც შეთქმულები, რა ხო ახლა ეს ხო ლამაზი ნათქვამია შეთქმულების თეორია. ხო ახლა არ გითხრეს კიდევ რომ თქვენ იქ არ ჩაგიწერეს მასონები და Deep State და ილუმინატები და 1000 ხო სასაცილოა ეს 1000 ლაპარაკობ, ხო? მაგრამ მე გამოდივარ მაგთან ინიციატივით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ხო? გადარდეს გამოძიება. და ვინც დღეს იძახის რომ Deep State-ი წარმომადგენელია, მათ უნდა მისცენ ჩვენება. ვინაა Deep State-ი? მე არ ვიცი ხო Deep State-ი. ესე იგი დღეს როგორც თანამდებობის პირი ხო ის მალავს რომ ვინაა Deep State-ი. არ დავასახელებ, მაგრამ Deep State-ია. აი გამოძიების პროცესში ხო იძულებული ხდება, რომ ეს მნიშვნელოვანია ისტორიისათვის, რომ ასეთ პერიოდში ვიღაცა Deep State-ს იძახის და ვინაა ეს Deep State-ის წარმომადგენელი, რა ორგანიზაცია, სად არის, საერთოდ ვინა ეს უნდა გამოძიების პროცესში დადგინდეს, იმიტომ რომ ხვალდაზე სხვამ არ დააბოლოს მე ეს ხალხი ხვდები? მე ხო Deep State იქნება მასონები, მე იქნება ილუმინატები, მე იქ ავიცი ვინ იქნება კიდე 1000 ჯანდაბა იქნება, ხო? ასე ითქვიან და მინდა ეძებე ახლა ესენი. კი ბატონო, რო შევაჯამოთ საბოლოო ჯამში, საით მიდის დღეს ჩვენი ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში? არა, ავტოკრატიისაკენ მიდის ძალიან სწრაფად და ეს გზა არის არსაით. პირდაპირ ვიზახე. არსაით არ მიდის. ეხლა არც რუსეთისკენ მიდის. აი პირდაპირ გეუბნებით, არც რუსეთისკენ მიდის. არსაით მიდის ეს გზა. იმიტომ რუსეთსაც არ ჭირდება შეთქმულების თეორიების ფლობელები და რაღაცა არ ჭირდებათ მაგათ რა. ეხლა რუსეთი იყენებს ეკონომიკურად რაღაც მომენტებში საქართველოს თორე იძულებულია თორე არ ჭირდებათ. არ ჭირდება ასეთი მიდგომები, არავის არ ჭირდება ეს. არავის არ ჭირდება, დამერწმუნეთ რა. ყველას იმათაც ინსტიტუციური მიდგომები აქვს, როგორც ამერიკელებს რუსებსაც. იმათაც კი არ ჭირდებით. არავის არ ჭირდებით ჩვენ. და ამაზე აკეთებს ფსონს ხელისუფლება, რომ არავის არ ჭირდებით და ჯობია ასე ვიყო და ჩვენთვის ვიყოთ, ჩუმად ვიყოთ. არ გამოვა ეგ ამბავი რა. ეს ხო აფეთქდება, ეს ხო ორთქლი გროლდება, ხო? ეხლა უკვე ყველა ჩვენ რომ ლაპარაკობთ, ეხლა წინასწარ ვიცით რა სიტყვის პარლამენტის თავმჯდომარე, წინასწარ ვიცით რა სიტყვის პრემიერ. ყველამ წინასწარ ვიცით, ხო? საკითხიც არ გვინდა განცხადების უკვე. მოდი ვთქვათ სიმართლე. სათაური გამოდის, ზუსტად ვიცით რა სიტყვა. ყველა საინტერესო არის ეს ნაწილი, რომ ბრიუსელმა დაკარგა, ბრიუსელში დაკარგეს ევროპული ღირებულებები და მაშინ რა გვინდა, ხო? სად მივდივარ თუ დაკარგეს. და ჩვენ ხედავთ მაგას და ის 27 ქვეყანა არ ხედავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს გვეტყვია, რომ აღარ გვინდა ევროკავშირი, მაგრამ ჯერ ამის თქოს ვერ ბედავ. ჯერ იმეორებენ, რომ იმედი გვაქვსო გუშინ კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში 2028 წლისთვის ბიუროკრატია შეიცვლება და სხვა ხალხი მოვაო რა.
აი როგორც ტრამპის იმედი რო ქონდა 20 იანვრის მერე ამერიკაში ტრამპის ინაუგურაცია რო იქნება ყველაფერი შეიცვლებაო და ეხლა აღმოჩნდა რომ არ შეიცვალა და გვეუბნებიან რომ აი ტრამპმაც ვერ დაამარცხა დიპსტრეიტი. ეს ხო დროის რაღაცა თავიანთ მომხრეებს იმას უკიდებენ, ხო? ზებუს ზარი. მომხრეებმაც იციან, ბატონერა. ესეთ იმედი არის ჩამოკიდებული რომ აი 2028-ში იქ შეიცვლება რაღაცა ევროკავშირში და მიგვიღებენ. მომხრეებმაც იციან ეს ასე რო არ არის. ოღონდ ის მომხრეები არიან მიბმული რაღაცა იმათაც იციან. რა გონიათ არ იციან გონიათ? ძალიან კარგად იციან. მაგრამ ყოფით ცხოვრებაშია გადაყვანილი ყველაფერი და იძულებული არის ის მოქალაქეები ასე. ეს არის პრობლემა დღეს. ძალიან სერიოზული. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. პაატა დავითაი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვსაუბრობდით ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის შესახებ, რომელიც ძალიან კრიტიკულია საქართველოსთან დაკავშირებით. რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ აქციებზე მყოფი ადამიანების ცნობილი ფოტოგრაფის წიბახაშვილის ოჯახის 4 წევრი იყო დაკავებული. ასევე დააკავეს ეროვნული მოძრაობიდან ცნობილი ჟურნალისტი ლეილა ცომაია. ამ თემებზე ვისაუბრებთ, ასე რომ დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ხელისუფლება იმ ადამიანების მიმართ, ვინც რუსთაველზე იკრიბება, ქუჩას კეტავს და ასე შემდეგ. გუშინ იყო კიდევ ერთი სერია დაკავებების, დააკავეს ცნობილი ფოტოხელოვანის გურამ წიბახაშვილის ოჯახის 3 წევრი, მეოთხე წევრს ჯარიმა გამოუწერეს, სწორედ მეოთხე წევრი ცოლის და ეკა ჯივაშვილი, ჯავაშვილი, პედაგოგი არის ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით ქაბატონო ეკა და ასევე ჩვენი სტუმარი არის ირაკლი შონია, ჟურნალისტი. მივესალმები მასაც, ირაკლის ყოველ დღე დგას იქ აქციაზე, როგორც ქალბატონი ეკა და ასევე ირაკლი არის ჟურნალისტი, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული და ეროვნული მოძრაობის ასევე ერთ-ერთი ცნობილი სახე ქალბატონი ლეილა ცომაიაც დააკავეს, გამოუშვეს დროებით, თავდებით, შემდეგ სასამართლო ერთება. მოკლედ ამ თემებზე ვისაუბრებთ, ქალბატონო ეკა, ჯერ დავიწყოთ თქვენი ამბით. რა მოხდა თქვენი ოჯახის წევრების მიმართ და როგორ შეაფასებთ ამ ამბებს, რაც ხდება და შემდეგ გადავალ ირაკლისთან. მოკეთ იყო ჩვეულებრივი რიგითი დღე, მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა. იყო ჩვეულებრივი რიგითი დღე, დილას შევიტყე რომ აღამოს უნდა ყოფილიყო ფილარმონიასთან დედების შვილებისთვის ესეთი მსვლელობა, შეკრება და მერე მსვლელობა. და ნუ მივედი ჩვეულებრივად მარტო, არც მქონდა დაგეგმილი ოჯახის წევრებთან შეხვედრა, არც ვიცოდი ისინიც აპირებდნენ თუ არ აპირებდნენ. და ნუ იქ გარკვეული დროის მერე დავიძარით და ეს მსვლელობა წამოვიდა ძალიან წესიერად, თქვენს რომ ტროტუარით ვიაროთო და არც გადაგუკეტე არაფერი, ტროტუარით ჩამოვედით რუსთაველამდე. იქ დავინახე უკვე მეტი ხალხი იყო ცხადია იქ და დავინახე ჩემი დაც, იდგა მარტო, ნუ რა თქმა უნდა მივედი, ნუ მთელი 1-2 საათი ვისაუბრეთ, რაღაცა, ნუ ხშირად ვერ ხედავ ხოლმე ახლა ესე და ოჯახის ამბებზე რაღაც და აი უკვე ამასობაში რომ მომწიფდა ის დრო, რომ აი უნდა გადასულიყვნენ უკვე და გადაეკეტათ. ამ დროს ნაპირზე ვიყავით ჩვენ უკვე გზის ნაპირზე და ხუთიოდე ახალგაზრდა ბიჭი რომ გადავიდა რაღაცნაირად ვერ მოვისვენე და მალევე მქონდა რეაქცია, იქ ახლა დამუხტული იქიდან რომ წამოვედით რომ აი რაღაც დედების შვილებისთვის და ესე მკარი ჩემდას ხელი რომ არის ახლა გადავედით მეთქი და ესე სპონტანურად მოგდ გადავიჭერით გზაზე. აი სრულებით დაუგეგმავი იყო, არც გვისაუბრია მანამდე ამაზე არაფერი და აი ესე ამოყავით თავი და მე უკვე ძალიან მალე რომ დაგვინახეს ჩემმა დიშვილებ მე მოსულან თურმე და რომ დაგვინახეს რომ ეხლა დედა და დეიდა იქ დგენან რაღა გააჩერებდათ გზაზე და ნაპირზე ტროტუარზე და ისინიც გადმოვიდნენ. აი ესე ამოყავით თავი ქუჩაზე. ეს მე ხაღაც ხელჩაკიდებულები დავდექით და და ბიჭები ახლა ციხეში არიან? დიახ, 8 დღით გაუშვეს, 8 დღით. უსაჯეს თქვენს დას? ჩემი და ერთი დღით იყო მხოლოდ და ნუ ხო, მე დღეს გამოვიდა თქვენ დღეს გამოვიდა უკვე და მე ჯარიმით, იმიტომ რომ ნუ შეშმპირის სტატუსი მაქვს და შესაბამისად თუმცა კანონში წერია რომ არ შეიძლება და ამიტომ გამომიშვეს იძულებულები გახდნენ. და 5000 ლარით დაგაჯარიმეთ. დიახ. კი ბატონო და ზოგადად აქვს ბევრს აქვს ეს კითხვა, განსაკუთრებით იქეთა მხარეს ხელისუფლების მოხდების მხარეს, თუ აი რატო კეტავენ ქუჩას, რამდენიმე ადამიანი, რა წესია, რა მნიშვნელობა აქვს, ბევრს აქვს ვთქვათ არახელისუფლების მოხდესაც ეს კითხვა, რომ აი რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს და თქვენი სიტყვა შეგიძლიათ ამას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. რატომ?
იმიტომ რომ ეს ბოლო ძაფიც რო გაწყდეს, ეგ იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება აღიქვავს ამას, ისე შეხვდება, თითქოს აი მორჩა დამთავრდა, ჩამოყარეთ ყურები, დავნებდით ამ ყველაფერს და ძალიან დავარდება შინაგანი განწყობა და მუხტი. აი ამ ბოლო რაღაც გაფართხალებას იმ 15-20 წუთით გადაკეტვას აქვს არანორმალურად დიდი მნიშვნელობა. აი მართალია შეიძლება ეს იქნეს აღქმული როგორც აი ხავს ვეჭიდებით, მაგრამ ეს ხავსი ძალიან მნიშვნელოვანია ასე დროს, ასე კრიტიკულ დროს. ეს ზაფიც რომ გაწყდეს მორჩა ну მორჩა რა შეიძლება უბრალოდ გადავიდეს იმაში რომ ეხლა ჩვენ დაგვრჩეს ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობის და რაღაცა იმის განწყობა, მაგრამ გამოხატვა მეტის ხო არნაირად არ შეგვიძლია ხო? ჩვენ არ ვართ ის კატეგორია რომელიც იქ დგას, ეს არის ინტელექტუალური კატეგორია, მათ იარაღად რა გაგვაჩნია ახლა ჩვენ იარაღის ხაშორსი გუშინ სასამართლოზე კითხეს იარაღს ატარებ თუ და ღმერთო ჩემო, რა ვიცი მე რა უნდა ამ კატეგორიასთან იარაღს ხო და შესაბამისად ერთადერთი გამოხატვის საშუალება პროტესტის არის ის რომ დაადგება მდუმარეთ ვიდექით 15-20 წუთი. აი ხა ეს მინიმალურით რომ არ ვერ შევძლოთ, ну აბა რაღაც საზოგადოება ვართ ვერ გავიგე. მაშინ ნუ არ ვიცი, ხო, ნუ არ შეიძლება ესე და ეს კატეგორია რომელიც იქ იმყოფება ყოველდღე ვერ გაჩერდება რა, ის თუხთუხებენ შიგნიდან და აი ამაში ვლინდება ეს პროტესტი. უკვე მოიხადა ხო ეს რამდენიმე დღიანი სასჯელი და შემდეგ წრეზე თუ წავალენ ასე უკვე ერთწლიანი თუ იქამდე ვერ მოეხსნება, ბოლო ვერ მოვუყეთ ამ ყველაფერს, ну შეიძლება მეც წავიდე მაგაზე ხა. ანუ ერთი წრო დატრიალდება, მეორეზე შეიძლება უკვე მეც ერთ წლიანზე რა ვიცი ხა, მეტის გზა არ არის, რაღაცას ველოდებით ალბათ რა. რაღაცა ეს შეიძლება ვიღაცას გონია რომ აი რუსეთი რომ დამარცხდება და არ იქიდან გვეშველება ვიღაცას რაღაცა რა ვიცი, აი ну ხო, რაღაცას ველოდებით და ეს რაღაცა უნდა გავძლოთ იქამდე. ხო, ირაკლი, შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? ხაბატონი ლეილას დაკავებაზე რო გითხრა, ხო, ლეილა ცომაიაც არის, ну ხო, ყველას ახსოვს. ახლა ვინც ახსოვს ეროვნული მოძრაობა, ახსოვს ხო ეს ქალბატონიც და შევარდნაძის დროსაც იყო დაკავებული ის, როგორც ზვიადის მომხრე და ახლა საქმე იყო მასზე აბსოლუტური მიტინგების გამო. ახლაც ხედავ ყოველდღე იქ დგას და ქუჩასაც ახლა ყოველდღე კეტავს ამის აქამდე რო არ დააკავეს მიგვირს პრინციპში რომ რა სიტყვი მის შესახებ და ზოგადად აი ამ აქციაზე რა სიტყვი რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით? მივესალმები მაყურებელს. აქციაზე მეც დავდივარ, თქვენც დადიხართ, ყველანი დავდივართ და იცით რა არის, აქციები თავარი ერთია, რომ აქციები არ უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ხო, მაგრამ ერთი აქციის რომ მეორე ქუჩის გადაკეტვა კიდე. ქუჩის გადაკეტვაც ეს ერთ-ერთი გამოხატულება, რა თქმა უნდა, პროტესტის, რაც უფრო მეტნი ვართ, რა თქმა უნდა, მით უფრო ნაკლები არის ხოლმე რეპრესიები, ამიტომაც მე საზოგადოებას მოუწოდებ, რომ უფრო იაქტიურონ და უფრო აქტიურად იარონ რუსთაველზე, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ 26 ოქტომბრის მრავალათასიანი მიტინგი, სადაც 10,000-ზე მეტი ადამიანი იყო აგერ წინა კვირას და იქ იმ მომენტში არავინ არ დაუკავებიათ და ჩვენ ასე ვთქვათ, მათივე კანონით ვისარგებლეთ და გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ აი ეხლა, როდესაც იკეტება გზა, რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურიც არის პროტესტი, რომ ვისაც უნდა რომ აი ესე გადაკეტოს და თulis რომ აი ამით უცხადებს პროტესტ ბრძოლას არსებულ რეჟიმს. რა თქმა უნდა, მე ჩემთვის ეს რეჟიმი არის უკვე, იმიტომ რომ აი ასეთი მასშტაბის დაპატიმრებები, აგერ ეროვნული მოძრაობა ახსენე, ფაქტიურად პოლიტპატიმრები, ხა თუ არ ჩავთვლით, ხა საბჭოთა კავშირის პერიოდს დაიწყო 92 წლიდან, ხომ, როდესაც პირველი პოლიტპატიმრები გაჩნდა სახელმწიფო გადატრიალების მერე, მაგრამ აი ასეთი მასშტაბის რომ დღეს იმაზე ფიქრობენ, სად წაიყვანონ დაპატიმრებული ადამიანი და წინასწარი დაკავების არც ერთ იზოლატორში და არც ერთ სარკმელში ადგილები აღარ არის. მსგავსი რამ არ ვიცი, ალბათ მართლა 37 წელს იქნებოდა, იმიტომ რომ თბილისიდან ფოთამდე არ არსებობს არც ერთი იზოლატორი და პოლიციის განყოფილება, სადაც მომიტინგი არ იყოს დაპატიმრებული მიყვანილი. მსგავსი რამ არ ყოფილა არასოდეს და იცით რა არის, მე კიდე რას ვფიქრობ, რომ მარტო გზის გადაკეტვა უკვე წვრილმანია ამ ყველაფერთან. ეს არის თავგანწირვა ადამიანების და ციხის აი შიშიც კი გადაწყდა უკვე ამ ყველაფრისაგან, იმიტომ რომ
საკანში, რომელიც უკვე ადგილი არ არის მშვიდობიანი მომიტინგის, ხო, ციხეც დამარცხებული არის ამით და ის რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი არის ფაქტიურად გამოცლილი, იმიტომ რომ ну ჩვენ ნახეთ რომ ხელისუფლებამ როგორ დაიწყო ხო გასაგებია რომ ქუჩის გადაკეტვა ცოტა ადამიანის მიერ აკრძალული იყო მანამდეც კანონით მაგრამ ყველა დარღვევას აქვს თავისი შესაბამისი სასჯელი ხო ხმკვლელობაზე სხვა არის და ღვედის არ გაკეთებაზე სხვა არის ხო იქ ციხეა 20 ლარიანი აქ რაღაცა 50 ლარიანი ჯარიმა იმიტომ რომ ყველა დარღვევას თავისი შესაბამისი და იყო აქაც ადეკვატური სასჯელი რამდენიმე 200 ლარიანი თუ 300 ლარიანი ჯარიმა იყო. ახლა ყველაფერი არაადეკვატური. და ხელისუფლებაზე დაიწყო მე ჯერ გახადა 500 ლარიანი თუ არ ვშტები, მე გახადა 5000 ლარიანი. პენსიონერს რო 5000 ლარს დაუწესებს ამის იმედი ჰქონდათ რომ 5000 ლარს ვერ გადაიხდიან, მე აღმოჩნდა რომ ხალხი უგროვებდა ერთმანეთს და ამ ფონდების დაყადაღება დაიწყეს. მე აღმოჩნდა რომ ვიღაცებმა საერთოდ ზოგს 100000-ზე აუვიდათ ეს ჯარიმები, იმდენი აქვს და გამოვიდა კობახიძე და თქვა რომ ამ ხალხს არაფერი არ აქვს, ან ქონებას ვერ ვართმევთო. თუმცაც არ იხდიანო და ეს ჯარიმებიც არაეფექტურია და შემოიღეს ციხე ქუჩის გადაკეთვაზე. ანუ აქ კიდე ხშირად რომ ამბობ რომ ეს არის რეპრესიული კანონმდებლობა, ქართულსაც უფრო მეკამათებია რომ აი ქუჩას ასე ორ და რამდენიმე ადამიანს არსად არ გადააკეტებენ. გავიგე არ ჩვენთან არ იყო ეს დაშვებული, მაგრამ ყველა დარღვევას თავისი ადეკვატური სასჯელი უნდა კონდეს. ციხე ერთწლიანი რაღაც პარლამენტის წინ ქუჩა ეს ხო არ არის ტრასა მაგალითად საერთაშორისო მნიშვნელობის ხო ის რომ გადაკეტო არის ბუნებრივია რეპრესიული და ალბათ ამ გადაკეტვის ეს მნიშვნელობა აქვს ხო რამდენადაც ხვდები რომ შენ ამ რეპრესიულ კანონს უცხადებ დაუმორჩილებლობას რა თქმა უნდა ეს აქტი არის ეს დაუმორჩილების აქტი ხო ბევრი ქართული ოცნების მომხრე ამბობს ხოლმე ხშირად რომ აი კანონს რატო არ ღვევთ ხო ბოდიში მაგრამ ახლა საბჭოთა კავშირის დროს კანონდარღვევა იყო რასაც ზვიადი და მერაბი აკეთებდნენ ხო აკრძალული ლიტერატურის გავრცელებაც კანონდარღვევა იყო და მაშინ ეს ხალხი იქ მაშინ რა ყოფილიყო მივიდნენ და ეთყოდნენ რომ აი თქვენ რომ კანონს არ ღვევთ ზვიადი და მერაბი წადით ციხეში იმიტომ რომ ხა საბჭოთა კანონებით აკრძალულია ასეც იყო გულაგებში აკრძავნიდნენ ადამიანებს და როცა კანონები არის რეპრესიული მის წინააღმდეგ ბრძოლა არის ხო კანონის დარღვევა ეს ერთი, მაგრამ მეორე მხრივ ამას ვამბობ, ახლა თქვენ თქვით რომ აი ერთი წლით წავალთ ციხეში რაღაცა, მაგრამ ეს ხალხი ვინც შემორჩა იქ რუსთაველის გამზირს, მე ვსაუბრობ უკვე ტაქტიკურად რა, აი მე და მაგალითად ირაკლი არ გადავდივართ, იმიტომ მიგვაჩნია რომ შეიძლება სხვანაირადაც იბრძოლო ისე რომ აი ასე ყველა ციხეში არ წავიდეს. ნახეთ რა სიტუაცია მივიღეთ რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ყველანი ციხეში არიან, იმის გამო რომ არ წავიდნენ კომისიაზე, ეს აქტიური ხალხიც ეხლა ყველა თუ ციხეში აღმოჩნდება, მე ვიღა უნდა იბრძოლოს მე. ამიტომ ხომ არ ფიქრობთ რომ სხვა გზები არის უფრო მოსაძებნი. ანუ ნახეთ ხელისუფლება ამბობს ასეთ რამეს, ირაკლი კობახიძემ თქვა რომ ჩვენ მოქმედოთ მეთოდურად. ანუ რაღაცამ არ გაამართლა, გავზარდეთ ჯარიმა იმან არ გაამართლა, კიდე მერე ციხე და ასე შემდეგ. ხო არ ფიქრობთ რომ აქეთა მხარემაც არა ასე ემოციებზე, არამედ მეთოდურად უფრო უნდა დაიგეგმოს, ორგანიზაცია იყოს და ასე არ შეასკდეს ეს ხალხი და ყველა ციხეში არ წავიდეს, არამედ რაღაცა სხვა ფორმები მოიძებნოს პროტესტის. იცით რა, აი თუ ვამბობთ რომ არ შეიძლება რევოლუცია აღარ უნდა ვაკადროთ ამ ჩვენ ქალაქს და ამ ჩვენ ქვეყანას, თუ ვამბობთ რომ რა არის რა უბედურება, თქვა ხალხი ის რაღაც შეწუხდება მოქალაქეები და ასე შემდეგ. ამაზე მეტი დარჩაღა, რა ვიცი მე, რაღაცნაირად მაშინ ომი და შერკინება და სამოქალაქო ომი, რა ვიცი. აი მეტი რაღა უნდა იყოს და ხო ჩვენც არ გვინდა, არავის არ უნდა იქ მდგომს იმ მსგავსი რაღაც ნაბიჯის აგრესიული ნაბიჯის გადადგმა. იქ დგას ხალხი, რომლებიც არიან ინტელექტუალები, ერუდირებულები, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვანაირად განათებული აქვთ ეს თავები და არ არიან ესეთი მეომრები და აშკარადი აგრესიაზე გადამსვლელები და არ კადრულობენ ამას. ну ესე ვიტყვით რანაც რაღაც თეიმურას ხევისთავები, მაგრამ ну ხო არის ახლა იმაზე მეტს თუ მოვთხოვთ, უკვე იმაზე მეტი არის არაღზე ხელის გავკვა და რავი შეერაღება და რაღაც სისხლის დაურა და არ გვინდა. ამიტომ წარმოუდგენელია და ამიტომ რაღაც ეგ ჩვენს ისტორიაში აღარ უნდა განმეორდეს. აღარ უნდა განმეორდეს. როცა ვსაუბრობ პროტესტის სხვა ფორმებზე, ვსაუბრობ მშვიდობიან პროტესტის სხვა ფორმებზე, თქვა ერთხელ თქვი კიდეც ხო იქ თქვა პარლამენტის ხშირად იყო ხოლმე კარვები შეიძლება თქვა რაღაცა ხო დასხნენ ხო კიდე ვიღაცები შიმშილობები ვიღაცები ან შეიძლება თქვა ეს პროტესტი გახდეს არა ყოველდღიური არამედ კვირაში ერთხელ უფრო მეტი ხალხი მოვიდეს და არაფერი არ ჭრის აგერ ვიღაცამ თავი დაიწვა ვიღაცამ გადაისაქნა თავი მოიკლა არაფერი არ ჭრის აი ცივსისხლიანები არიან და დამთავრდა
მორჩა და რა ვიცი, აი მაგიტომ ვთქვი, რომ აი რაღაცას ველოდებით, არ ვიცი, ალბათ იქ რაღაც რუსეთიდან რაღაც მოკლედ დამარცხებას, იქ იმას, ამას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საერთოდ ვერ ახვდები, არის კატეგორია, რომლებიც უკითხავენ და საუბარში გამიგია, რომ აი ვერ ახვდები არ მესმისო იმ კატეგორიისო, რატო გულშემატკივრავთო უკრაინასო და აი მე კიდე იმას ვერ ხვდები, მაგას როგორ ვერ ხვდებია რა მნიშვნელობა აქვს. რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის. ხო, რა ვიცი, აი ესეც გამიგია, ხო და მოკეთ ამ ყველაფერს აი ესე რაღაც გლობალურად ესე რაღაცნაირად უნდა მოიხარშოს და მომწიფდეს ის წერტილი, როცა აი რაღაცა უკვე ალბათ აზრი ექნება, შეიძლება ცოტა მეტსაც და რა ვიცი. აი მოკეთ ნახოთ. რას ველოდებით არ ვიცი, მაგრამ ნუ ამიტომ ფიქრობ, რომ ეს რაღაცა თითქოს რაღაც ის არის, ხავს ჩამოკიდება და ხო, ანუ აქ საუბარი იმაზე, რომ პროტესტის კერა მაინც შენარჩუნდეს ამ ეტაპზე, ხო? ამ ერთადერთ ამაში ვლინდება მეტი რა. მაგრამ ეს ვიგრობ რომ სპანერად შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ მესმის იმ ადამიანებს პატივს ვცემ, ვინც ასეც წირავს თავს ციხისთვის. მაგრამ ეს ხალხი გარეთ გჭირდება. მე კიდე ერთხელ აღნიშნავ, რომ ამ ხალხმა ციხეც გადატეხა თავიანთი აი ამ მასობრივი პატიმრობით. ციხე დამარცხებულია, რეპრესიები მაინც დამარცხებული, იმიტომ რომ შიში მოხსნილია აი ამ ყველაფრის და თან გარდა ამისა, იმასაც დავამატებდი, რომ ძალიან აბსურდულ იმაზეც იჭერენ ადამიანებს ბრალდებით პირბადის ტარებისათვის. ეგეც ხო აღსანიშნავია, რომ გზას გადაკეტავ თუ არა, ეს კიდევ ის არის და მეორე ბრალდება თუ პირბადე. თუნდაც ჯიბეში ან ჩანთაში აღმოუჩინეს ადამიანს, ამაზეც დაპატიმრება. მეორე ქვეყანა არსებობს ესეთი, სადაც პირბადის გამო ადამიანი იყოს დაპატიმრებული აი ასეთი არაადეკვატური სასჯელით. ამიტომაც, როდესაც არაადეკვატურად იქცევა ხელისუფლება და რეჟიმი უკვე რა თქმა უნდა, მოქალაქეების პროტესტის უფრო მძაფრია, ასე რომ უკვე წვრილმანია გზის გადაკეტვა და რაღაც, რა თქმა უნდა, გადაკეტავს განრისხებული მოქალაქე. გზასაც შეიძლება მეტიც ჩაიდინოს პროტესტის სხვადასხვა ფორმა და ამის უფლება აქვს საქართველოს საერთოდ მოქალაქეს. ხო, ნუ კი ბატონო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხალხი, რომელიც დადიოდა პროტესტზე, რაღაც მიზეზის გამო უმეტესობა აღარ დადის, ხო? აი როგორ ფიქრობთ, რატო აღარ დადის? იმდენი ხალხი რამდენიც დადიოდა და რამ შეიძლება ის ხალხი ისევ გამოიყვანოს ქუჩაში? ნუ, იცით რა არის, ვფიქრობ, რომ ყველა ვერ ერევა ნიჰილიზმს. ვიღაცას ძლევს, ვიღაცას ვერ დაუძლევია. და ისევ რაღაც ახალ ფაქტორებს ელოდებიან, რომ აი ეგება იქ ისევ რაღაცა, მაგრამ ნუ აი ეს გამძლეობის წერტილი, იმიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს შენარჩუნებული უნდა იქნეს, რომ აი ამითი ის რაღაცა ბოლო წერტილი ნიშანი იმისა, რომ არ დანებებულა ხალხი, აი ერთ-ერთი ამით ნარჩუნდება. ვეთანხმები მე ბატონს იმაში, რომ დაკარგა ციხემ აი ეს რაღაც დამსჯელობითი რაღაცა სტატუსი და ოპერაციის სახე. ხო, თითქოს რაღაცა მასხრად აი. ანუ ამ პროტესტზე ბევრი კითხულობს, აი რა აზრი აქვს ამ ხალხს რატო სტირავს? მე კიდე თქვენ ვიმეორებ, აზრს მართლა ხედავ იმაში, რომ ერთი რომ შენ ცხადად ეუბნები ხელისუფლებას, რომ რეპრესიულ კანონებს არ დავემორჩილები და ეს არის პროტესტის და მეორე რომ ეს ციხის ისა რა ქვია მასხრა დაიგდო ამ ხალხმა ფაქტობრივად ციხეში დაჭერა არა რეპრესია და სასაცილო ამბავი ხალხი ერთმანეთს ეკითხება არ ხარ დაპატიმრებული ფაქტიურად წარმოიდგინე და სასაცილო ამბად აქციეს და ეს მნიშვნელოვანი სახეა პროს მოგბრალ ტაქტიკურად შეიძლება ღირდეს რაღაც სხვა რაღაცებზე დაფიქრება რომ ეს ხალხი შევინარჩუნოთ გარეთ ალბათ ეს ეტაპიც უნდა გაგვევლო მე რა ჩემი აზრით და აი ეს რასაც ამბობთ რომ ზოგჯერ მეტია ხალხი ზოგჯერ ნაკლებია ეს მოძრაობა ხო ცოცხალი ორგანიზმი არის ესეც იქნება ხა ყოველდღე 100,000 კაცი არსად არ არის არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ მოძრაობაში არ ყოფილა ხან იქნება ძალიან ბევრი ხალხი ხან ცოტა ნაკლები ადამიანი თავარი არის პროტესტი და შედეგი როცა იქნება რა თქმა უნდა ეს მოიმატებს ხალხის რაოდენობას მე ამაში დარწმუნებული ვარ აი შედეგი რა უნდა მოიმატოს ეგ არის მნიშვნელოვანი და ბოლოს უნდა კითხოთ ან პოლიტიკური პარტიებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უბრალოდ რას ფიქრობთ ან მათი როლი რამდენად გაკმაყოფილებთ ამ პროცესში და ფიქრობთ თუ არა რომ უფრო რაღაც უნდა გამოცოცხლეს ეს ხალხი ისიც რა ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან რა არ ვიცი ნუ იმათშიც ხანდახან შეიძლება ჩაიქროლოს რაღაც ნიჰილიზმა შეიძლება ხანდახან ისევ რაღაც სტიმული ემატებათ ჩვეულებრივი ადამიანები არიან რომელთაც ხო ნუ ხარ დაბადებულან პოლიტიკოსებად ხო ხანდახან რაღაცა გამოსდით, ხანდახან არ გამოსდით. ნუ ეს რაღაცა ლიდერი ნამდვილად პრინციპში საჭიროა, მაგრამ არ ჩანს რა ვქნათ. ხო და შესაბამისად ხო აი ეს საჭიროა, რომ აი ეს ყველაფერი
იმაზე მეანიშნებს, რომ აი ამ წუთში რაღაცა სტაბილური სიტუაცია, სტაბილურად გაჩერებულები ვართ ყველანი, სტაგნაციასავით არის და აი რა ვიცი, ხო, აი რაღაცა დამატებით იმპულს ველოდებით თითქოს სულ ყველა და რა ვიცი, რა იქნება და ის იქნება ეს, რა ვიცი, მაშინ ალბათ ეთყობა ყველა რაღაცნაირად სხვანაირად ამუშავდება ის პარტიებიც და მეტი мотиваციაც მიეცემათ და არ ვიცი, რას ველოდებით, მაგრამ ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ. ხალხზე რა უნდა ითქვას, ხო მაშინ? ну, რა ვიცი. ხანახან გამოსდით, ხანახან არ გამოსდით. მე თან ყველა ლიდერები დაიჭირეს და მეორე მხრივ იმის კატეგორია, რომელიც მანამდე ამბობდა, რომ აი მე ხა იმის გვერდზე არ დავდგები და ამიტომ არ გამოვდივარ და ამიტომ არ გამოვდივარ, რა ვიცი, ხალხი ყველა დაჭერილია და ეხა ხო არის ველი განთავისუფლებული და ეხა ხო შეუულიათ რომ გამოვიდნენ. ეხა ხო ჩვეულებრივი ხალხი დგას იქ არა. არავინ აღარ არის ის, ვიზეც ამბობდნენ, რომ აი მე ამის გვერდზე რაღაცა მხარს ვერ დაუჭერ და ვერ დავდგები და არავინ აღარ არის იქ ეგეთი, ხო? ხო და რაც შეეხება იმ დაპატიმრების თემას, იცით რა დაკარგა აბსოლუტურად, გაუფასურდა ეს ციხე და დღეს მე მგონი სამარცხინოც არის თუ ერთხელ ციხე გამოვლილი არა გაქვს რა, აი ამ აბსურდამდე მივედით რა. სირცხვილია დღეს თუ ნაციხარი არ ახარ. აი ამ რაღაცას აიმამდე პარადოქსამდე მივედით უკვე, ნუ. ხო, მართლა უცნაურ სიტუაცია, ირაკლი, შენ რა სიტყვი პოლიტიკურ პარტიებზე მაინტერესებს შენი აზრი პოლიტიკაზე, როგორც თქვი ეროვნული მოძრაობიდან მოდიხარ და აყვირდები ამ თელ პოლიტიკურ ამბებს და დღეს პოლიტიკურ სპექტრზე რა სიტყვი და ამიტომ ავსრულოთ ძალიან მოკლედ მითხარი, იმიტომ ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ დღევანდელი რა თქმა უნდა საპროტესტო მოძრაობა გადადის რიგითი ადამიანებისა და მამული შვილებისა და პატრიოტების მხრებზე. რაც ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ესეც ალბათ დუღილის პროცესი არის, ჩემი აზრით, მე არ უყურებ პესიმისტურად ეს ამ ყველაფერს, რომ რაღაცა სტაგნაცია არის. მე მგონია, რომ პირიქით, აი ამ პროცესში ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება სულაც ახალი პარტიებიც ვიხილოთ, რაც საზოგადოების დიდი მოთხოვნა არის. ბევრ ახალგაზრდას ვხედავთ მეც და თქვენს იქ რუსთაველზე, მათაც აქვთ რაღაც პატარ-პატარა გაერთიანებები. იმედი მაქვს, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდებიან, რაც უფრო ფართე სპექტრი იქნება, მით უკეთესი იქნება. აი ხლა სულ ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ ველზე თავისუფლების მოედანი გამოჩნდა, საკმაოდ საინტერესო პარტია, საკმაოდ საინტერესო პიროვნება არის ლევან ცუცქირიძე, რომელიც აქტიური მონაწილეა პროტესტო მიტინგების და ნახოთ, მე მაინც ამ ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებ და საერთოდ მგონია, რომ თავარი ერთია, რომ ადრე თუ გვიან რეჟიმი და დიქტატურა უნდა დასრულდეს და ეს რეპრესიები. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმრები იყვნენ ეკა ჯავაშვილი, პედაგოგი, აქტივისტი, აქტიური მონაწილე, ასე ვთქვათ, აქციების და ადამიანი, რომლის ოჯახის 3 წევრი დააკავეს, თვითონ გადარჩა დაკავებას 5000 ლარით დააჯარიმეს და ირაკლი შონია, ჟურნალისტი, რომელიც ასევე დიდი ხანია ქართულ პოლიტიკურ პროცესებში არის ეროვნული მოძრაობიდან და დღესაც ქუჩაში დგას რუსთაველის გამზირზე. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე გემშვიდობებით ხვალამდე.